საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით, რეალური და ხანგრძლივია. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ ამის ნათელი მაგალითია. საშიშროება, რომელიც რუსეთისგან მოდის, ომის დასრულებით არ დასრულდება. ახლო მომავალში რუსეთი დარჩება მადესტაბილიზირებელ ძალად ევროპასა და მსოფლიოში და ამაში ისინი მარტონი არ არიან. მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში ის მუშაობს ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სხვებთან ერთად. მათ გააძლიერეს თავდაცვით ინდუსტრიული თანამშრომლობა უპრეცედენტო დონემდე და ემზადებიან გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის. ბოლობრყოლოები ვერ ვიქნებით, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უკვე გავზარდეთ შეიარაღების წარმოება. მანამდე რუსეთი იმაზე მეტს აწარმოებდა, ვიდრე ნატოს ქვეყნები ერთად. მაგრამ ასე აღარაა. ალიანსის ფარგლებში ათობით ახალი საწარმო იხსნება, ფართოვდება უკვე არსებულები. იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე 10 წლეულების მანძილზე. ამ პროგრესს მეტი უნდა დავაშენოთ. სხვა მიმართულებებითაც იქნება ეს საჰაერო თავდაცვა, თუ შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი დრონ-საწინააღმდეგო სისტემები. რაოდენობა აქ საკვანძო ფაქტორია. Tema ediție actuale ნატოს ხელახალი ჩამოყალიბება, ინოვაცია, ტემპების აჩქარება თუ მხარდაჭერის ზრდა აქტუალური ბოლოდროინდელმა კონტექსტმა აქცია. სამწუხაროდ, სწორედ ეს გვიბიძგებს ჩვენ სულ უფრო მეტი ვისაუბროთ შეიარაღებაზე. ყველა საფრთხე და გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, უკრაინის ომით დაწყებული, კიბერმუქარითა და ჰიბრიდული ომით დასრულებული, გვახსენებს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არასდროსაა გარანტია. სწორედ ამიტომ შეიარაღება არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. ეს ნატოს, რუმინეთის ან სხვა წევრი სახელმწიფოს არჩევანს არ წარმოადგენს. არამედ ეს არის საჭიროება. niciodată garantate.